ბუნება. სტანდარტული კოტეჯი არ ჩადგეს. ნახეთ, როგორ ბილიკზე უნდა გაიაროთ, რომ მოხვდეთ აი ამ სამოთხეში. აი ძალამაზია, ძალიან. ძალიან საინტერესო ისტორია გაქვთ, არცაც არ ქონიათ სოფელი, ხო? მე ასე თუ ისე მქონდა. ასე თუ ისე მქონდა კი არა, მთელი ბავშვობა ამ სოფელში მაქვს გატარებული. ამ სოფელში. აქ მაქვს დედულეთი და მთელი ბავშვობა აქ ვიყავი, მაგრამ ესე რომ სამომავლო პერსპექტივაში მეფიქრა რომ სოფელში მეცხოვრა, ეს არა. ნუ ამას არ ფიქრობდი არანაირად, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეკორი შემთხვევაში არ ქონდა სოფელი. მე წარმოშობით გურული ვარ. ხო. და ისე თბილისში დავადებული გაზრდილი და დედა თბილისელი, ბებია თბილისელი და ესეთი თბილისელი კი და რატომღაც დაღლილი რა. ხო. თბილისიდან. როგორც ყველა. ხო, არ ვიცი, ხო. როგორც ყველა. ჩემ შემთხვევაში ესე იყო. ერთმანეთს ჩავხდით კახეთში. ამ ამბავმა შეგახვედრათ? ჩამოვედი შემთხვევით. მოვხდი ამ ადგილზე. ასე მომეწონა და მე რაღაცა მე სურვილები და ფიქრები და მინდოდა რაღაც გამეხორციელებინა ეს ყველაფერი. ეს მიწა ვიყიდე. აჰა. პატარა საქმე ეს ჩამოსული იყო და პატარა ბიზნესი ჰქონდა. თავისი აი ტელეფონები, აქსესუარები და ესეთი. თავის მეგობრებთან ერთად და ტელევიზორისთვის დამჭირდა კაბელი. ამბავს გიყვები ახლა როგორ გავიცე. აიმე და ეს შემთხვევით ახალი ჩამოსული მივადექი აი ესე მაღაზიას, რომ კაბელი ახალ გახსნილ მაღაზიას ისინი. მინდა ტელევიზორი. ძალიან მაგარია. იყიდე რაღაცა ისე. ხო და ვერ კაბელი ვერ ვიყიდე და. ანუ ვერ იყიდა, იმიტომ რომ არ გქონდა ეს კაბელი და მეთქი ანუ დამიტოვეს მონაცემები და თუ თბილისში გქონდა ჩამოგიტან თუ არა და გამოგიწერთ ხო და რეალურად აღმოჩნდა რომ ეს კაბელი თურმე არ აინტერესებს საერთოდ. მაგრამ მე როგორც მომხმარებელი რა თქმა უნდა შევთავაზე და ჩამოვიდა. ხალი მქონდა მანამდე მე რომ მივედი ხო ეხლა კაბელმა გადაწყვიტა თქვენი ბედი. კი ხო რაღაც დაინახავ და რაღაცას რომ დაიჭერო ისეთი თვალებით. გამოვედი ჩემ მეგობრებთან ერთად ვიყავი და უთხარიო არ ვიცი. კაბელი ვიშობა. კაბელი ტრემდია. არა, მაგარი არა. შევუღლდით. ხო ერთად ცხოვრობთ, მე ერთი წელი რამის ერთი წელი მეტი თუ არა, კი ბატონო. ისე შორიდან მაინც შორიდან ვეტრფოდი და მე ისეთი მე უკეთებდი ხოლმე რომ სადაც იყო იქ ვადგებოდი. ამ დროს მაინტერესებს პარალელურად აქ რა ვითარდებოდა. კაბელის პარალელურად აქ რა ხდებოდა. აქ პარალელურად ერთი ოდა მქონდა ეს გაკეთებული და ანუ აქ ქაოსი იყო, ეს აქ იყო ყელამდე ბალახი, ეკალბარდი, მე სულ მიწა ესე აი არაფერი არ იყო. არა შუქი, არა გაყვანილობა, არაფერი საერთოდ. და აი ეს ერთი და არა გაჩერებული ჩემთვის სახში ისიც პატარაცის გარემოდან ყოფნი და რა მარტო კაცი ამბავს ჩემი შობლები თუ ჩამოვიდნენ მე ჩვენი შეუღლების მე ხალი დაგეთყო რა თქმა უნდა სადაც ხალია იქ ყველაფერი შენდება განვითარება მოყვა უკვე მეკას ამბებს და მადლობა ღმერთს რომ ეგრე მოხდა რა ოქროს გოგოა კონცეფციაც გაქვთ ხო? არ არის ტიპიური არ ჩადგი ტიპური კოტეჯი, ოდები ჩადგი. ეს ამ ამბავში უჩა იყო. წარმოშობით ხო გურული არის როგორც თქვა ხო, უნდოდა რომ რაღაცა განსხვავებული, განსაკუთრებული გაიკეთებინა. ნუ როგორც წერანა აღნიშნა, ერთიო და აშენა, გააკეთა. ხო და მე რაღაცნაირად მე როგორც ვიცი დასტოპდა, იმიტომ რომ არიცოდა როგორ რანაირად როგორ გაიგრძელებინა. და როცა უკვე ერთმანეთს შევხვდით და რაღაცებზე
დავიწყეთ საუბარი რაღაცა გზნობები გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ, თქვით რომ რატომაც არა, მოდი. მოდი გავრისკოთ. მოდი გავაკეთოთ. გარისკვა შეგულისხმობთ ფულს. პირველი ალბათ ფული იყო და მეორე ის რომ თუნდაც აქ უნდა გვეცხოვრა. აქ უნდა ყოფილიყავით სულ. ერთმანეთის გარდა არავინ არ ხო? მარტო ვართ, ანუ ნახე, ველური ბუნება არის აქ, ტურები მოდიან, მგლები ყმუიან შორს. და ორივესთვის რთული იყო. უჩასთვის განსაკუთრებით რთული, რომ აქ გვეცხოვრა. მით უმეტეს ბავშვი ყავს. ვაპირებთ კიდე მომავალში ბევრ ბავშვი ყავებს და ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ესე ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მოდი გავაკეთოთ. მოდი გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც იქნება ძალიან უცხო, ძალიან ორიგინალური და განსაკუთრებული, ასე ვთქვათ. ვეცადეთ ყოველ შემთხვევაში, რომ მაქსიმალური კომფორტი ყოფილიყო შიგნით ოდეში. ხო, სული ადამიანისთვის. ორივე მხრიდან ჩამოდის მდინარე, არიან მწერები, ციცინათელები დაფრინავენ. მე ბავშვობის მერე ციცინათელა ნანახი. მე რაჭაში ვნახე ცოტა ხნის წინ და ვიდიხდი, რომ ღმერთო ბავშვობის მერე არ მინდა ნანახი და ყოველ ღამე ესე მე ალექსანდრე და უჩა რაღაცა ესეც ხედავთ ხოლმე და ვტყბებით ამით. ეს არის საოცრება. 64-ია. დედამიწაზე 64. კი და ჩვენთვის ხო. ჩვენი პატარა საქართველოს. ვცდილობთ რომ რაღაცა არ ხელოვნური გარემო არ გვინდა რომ გქონდეს. წეგანში აღნიშნე რომ იქო ხეხილი გაქვთ თუ რაღაცეები, ან ყველა სახეობის ხეხილი გავაშენეთ. მართალია ეხა დავიწყეთ და ცოტა დააგვიანებს, მაგრამ ყველა სახეობის ხეხილი გვაქვს. ასევე ოდებთან ყველა სახეობის ხეხილი დავდგეთ. აი აქ ნახე ჩვენი ბოსტანი გავაკეთეთ. ხო. გვინდოდა რაღაცნაირად რომ ჩვენი საკუთარი ორგანული ბოსტანი გვქონოდა. რაღაცა ძველი მეთოდებით ნელ-ნელა ვსწავლობთ, ვეძებთ. ჩვენი დილა იწყება რაღაცის სწავლით, მერე რაღაცის გატესტვით. დრო მალე გადის? დრო? ჩვენთან კი. აი არ ვიცი, გონია რომ ვერაფერს ვერ ასწრებ. მართლა ხო? საერთოდ გონია რომ აი დილით 8 და გამხვალ ვერ ვასწრებ რაღაცების გაკეთება მინდა და ვერ ვამთავრებ რა და. ბავშვი უკვნით 64 ბავშვობიდან. ხო, მაგრამ მოუწყვიტეთ ყველაფერს. ხო, მაგრამ ჩვენ თვითონ ვცდილობთ რომ განვითარდეს. თამაშობს ჭუკებთან, კატებთან, ძაღლებთან, ბალახთან აქვს შეხება. თან ჩვენ ბალახს არ ვთესავთ, ნატურალური ბალახი, ჩვეულებრივი რაც ამოდის. ამ ბალახმა გამიშროს სისხლი. დინარის წყალთან შეხება. ის მოტივო ხო გინდა? აიმე. ამის. ყოველ წვიმაზე ამოვიდა. ბავშვის მეგობარია ბუნება, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანს აძლევს არა? ვხედავთ ხოლმე და ესე ვსაუბრობთ, რომ თუნდაც აი განვითარების ამბავში სკოლა, სწავლა, რაღაცა წრეზე გინდა მიყვანა, არ არის ფიზიკურად არ არის რაიონში, მაგრამ რაღაც პერიოდში და აი რაღაცა ასაკამდე ჩვენ შეგვიძლია იმ ხელა განვითარება მივცეთ ბავშვს. თუნდაც აი როგორც გითხარით, ჭუკებთან ურთიერთობა, ბავშვს უყვარს ცხოველები, ბავშვს უყვარს უკვე ბუნება, გვეხმარება საერთოდ ყველაფერში. აი ბალახის მოჭრაშიც კი, ოდების დაალაგებაში. მე ნახე რა სახის რომ ხელფასი გამოვიმუშავე დღეს, ყოველდღიურად რაღაცა თავის კონკრეტულ თანხას გამოიმუშავებს და ნელ-ნელა სწავლობს შრომის ფასს. აბა ხო და ამით ორივე ძალიან ბედნიერები ვართ. რას ამბობთ ხო? ეგარი ოქსფორდის, კემბრიჯის და ჰარვარდის. ხო, აი დადგება ხოლმე 4 წლის ბავშვი, ისეთ რაღაცებს გვეუბნება, რომ სტუმარს მოეწონება ის ფანჯარას წმენს, რაღაცა შუშას წმენს და ისეთი მონდომებით ელოდება ხოლმე ხიდზე გადადის და სტუმარს ელოდება, რომ აი სტუმარი მოდის და ბავშვები ყავს სოფელში? სოფელში კი ბაღშიც დადის, მაგრამ უმეტეს დროს მაინც აქ ატარებს ჩვენთან ერთად. ჩვენთან ერთად შრომობს, ჩვენთან ერთად აი ბოსტანში თვითონ რაღაცებს აკეთებს. არ გნა ეგრე. თვითონ რგავს, ერთად დავრგეთ ყველაფერი საერთოდ, ერთად გავაკეთეთ ყველაფერი საერთოდ. პატარა მაუგლია. კონცეფციის თვალსაზრისით, თქვენი აზრით, აქ რატო უნდა ჩამოვიდეს ტურისტი? რა უნდა უნდოდეს? სიმშვიდე. რა კარგია მაპატეთ რომ გაწყვეტინებთ ეს დაშორება რო გაქვთ. ეგ ესეც ანუ კი ყველა თავისთვის რო ყოფილიყო. არ მინდოდა სტანდარტული რო ყოფილიყო ჯერ. აი ანუ სამკუთხედიო და არ მინდოდა ოდა კოტეჯი. მე კოტეჯი რო მქონდა არ მინდოდა. მინდოდა რაღაც განსხვავებული ყოფილიყო. იდეა შემარო ქართულს მიუწოლოდი პირდაპირ. არის ძალიან. ჩემ ხარეს იქით
ზოგი მეგრულს ეძახის, ზოგი გურულს ეძახის ვიცხი. იმერული ერთმნიშვნელოვნად. იქე დასავლეთია. დასავლეთია, ვიღაც ეს ზოგისთვის იმერული, ზოგისთვის გურული, ზოგისთვის ეს. ეს ლაგოდეხი ხო თან ძველი ჰერეთია და თვითონ სუიმერლები არის კახელს. იშვიათად მე უფრო კახელი ვარ, დედა გურჯანიდან მყავს, წარმოშობით ისე. ხო. ფუძე რა, საიდანაც მოდის ის. ხოდა. სუიმერლები არიან ძირითადად და იდეა ის იყო, რომ ეს ქონოდა ოდა ყოფილიყო, მაგრამ შიგნით კომფორტი, მაქსიმალური კომფორტი ყოფილიყო რა, რაც შეიძლება რომ ყველაფერი ჩადეს. ყეში რო ჩამოვა, აი აქედან იწყებ, აქ არის, აქ თავდება უბრალოდ ლაგოდეხის ნაკრძალი. პლუს შეუძლიათ აუზით ისარგებლონ და კავკასიონს უყურონ პირდაპირ. არა, სიგიჟე ხედი გაქვთ, აი სიგიჟე ხედი გაქვთ. ეხლა თან არის პერიოდი, რომ შეიძლება მაგარი წვიმა და ისინი წამოვა, შეიძლება მოთოვოს იქ თეთრად ჩანდეს და აქ გარი იდეაში რომ თავისუფლად თან ორგანული პროდუქტი როგორც ჩვენთვის, ისევე სტუმრებისთვის. ანუ ეს ადგილის მაგიტო შევარჩიეთ, რომ აი აქ რო ბოსტანი გაშენდება, სტუმარ შეეძლოს ოდიდა რომ გადმოვა, მოწყვიტოს, მოვიდეს, რაღაცა მოწყვიტოს და შეიტანოს თვითონ და მიირთვას. მე უფრო გავალამაზებთ. ხო, ჯერ არაფერი არ ხდება, ნახე იქაც ეხა დავთესეთ, ეხა ამოდის და მე უნდა გადავრგათ. ძველი მეთოდია მოკლედ. ნახე, აი ეს ნიადაგი ასე ვთქვათ, უნებრივად მუშავდება და ეს რაღაცა მავნებელი მწერები და რაღაცები აშედიან რა, ანუ მწერები მოკლედ ვერ იტანენ ამ ნიადაგს. ასევე არ ვუშვებით ამ რაღაცა ქიმიკატებს. ამ ნიადაგში არ ჭირდება ფიზიკურად როგორც ჩვენ ვიცით. ყოველ შემთხვევაში რაც დავთესეთ, ყველაფერი ამოვიდა. ზარმაცების. აბა როგორი ზარმაცების იცი რომ ანუ ზარმაცების ბოსტანი კი ქვია, მაგრამ რეალურად სხვა საქმით რო ვართ დაკავებულები და ფიზიკურად რო ამისთვის დიდი ხანი ვერ მოვიცით. ეს ნიადაგი რო გაწევს, სველი აი ეს ნესტიანი. არა, მანდარა. და თავის საქმეს იზავს, თან პირველად გავაკეთე. აქ რო მოვედი, აი მინდოდა რაღაცა ლაგოდეხთან კავშირი ქონოდა რა. დავიწყე, ფიქრი რომ დავიწყე, რა შეიძლება დავარქვა. დავიწყე, არ ვიცი, მოვიდეთ ინტერნეტში მოძებნა, რა ერქვა ლაგოდეხს. დავიწყე მოძიება ინტერნეტში. აღმოაჩინე, რომ ლაგოდეხის ძველი სახელი იყო ლაკვასტი. კაი რა. კი, ლაკვასტი. და მე კიდე ჩავყევი და ბოლოს ვიპოვე სულხან-საბა ორბელიანს აქ ესეთი გამარტება, ანუ ლაკვასტზე, რომ ლაკვა არის ფუძე, ლაკვასტის, თან აქვასთან როგორ კავშირში არის და ნიშნავს წყლიან ადგილს. და დავარქვი სოფელი წყლიან ადგილს. ქართულად ესია. ლაკვავილიჩი. აქეთ დინარე ჩამოვდის, აქეთ წყარო არის, აქ სათავე აქვია ამ ტყეში ამოდის და მე მიდის დინარეს უერთდება. იცი რა მაინტერესებს, ეს სუტყეში შეერთებულია, ხო არა გაქვთ ეს ისა? ქვედა მიწებზე ყოფილი გვაქვს. და ანუ აქ მარტო ესენი. ანუ იქ ხევი არის დინარი, თავარი დინარი რაც არის მთის იქ. ხევი არის საზღვარი. ამა შეხედე. მოიყვანე ერთი მანახე ვინ არის რა? რა ქვია უთხარი? ანახე. რა ქვია? შენი მეგობარია? ვინ ხატავს? მთელი ოჯახი. უჩა, მამამისი და თავისი ძმაც. კაი. კი. თენა გზისთან ხატავს? საგვერია მეათე დრო იცოდეთ. კიდევ ვიდრე შემდეგ გზაირება, თქვათ რომ მიდორთ ლაგოდეხში, სოფელ დუენდეში, რომელიც დაახლოებით 10-11 წლის წინ ააშენეს ის ესპანელმა და ამერიკელმა წყვილმა. მოკლედ ამ სასტუმროს ვერაფერი ვერ გაუგეს და გაყიდეს და იყიდა ქართულმა ბიჭმა. და მოკლედ ახლა მიდორთ რაღაცა ტაილანდის მოდელი უნდა და შეექმნათ კახეთში ლაგოდეხში და ვნახოთ. სხვათა შორის აქ რომ მოვედით, წეგან დავიკარგეთ, სადღაც მოხვდით ევროკავშირის დრო შეეკიდა ადამიანს და მოკლედ კახეთში ჯერჯერობით სადაც მოვხვდით, ყველგან ძალიან პროევროპული განწყობაა და მეხარია.
იმა დაგეშინა აკაცმა. შენ თქვენ ჯაგიკრა. გზად ხოხბის ცრემლების მარანი. გზად არის ხოხბის ცრემლის მარანი. აი აქ რო ჩამოხვალ და ხოხბის ცრემლის მარანში არ შეხვალ. სიღნაღში ვარ უკვე ვიცანი. სიღნაღში ორი გადაცემა ჩაწერილი როგორც სიყვარულის ქალაქში. ვიღაცას გონია პარიზშია სიყვარულის ქალაქი, მე კიდე მგონია რომ სიღნაღია. ძალამაზია. მით სიღნაღში არ ყოფილა, იმას არაფერი არ უნახავს. ანუ რას მიუყვებით რომ ვიცოდეთ? მან ჩაუტეხავ მარცხნივ და შემდეგ გაუხვევ მარცხნივ. ანუ ვიდრე ლაგოდეხს ჩავალთ, ხალხთან ვიცოდეთ რომ 8 ჯერ დავიკარგეთ. ევროკავშირის დროშები იქაც გამოყენეთ. სად იყო ევროკავშირის დროშა გამოყენეთ? ძალიან კარგი ხალხი. ძალიან ის რატო არ გადავიღეთ რომ დავიკარგეთ და სახს რომ მივადექით და სახში რო კახელს ევროკავშირის დროშები ეკიდა. ეგ რატო არ გადავიღეთ? უი მე სარმეცები ხართ რა. აი აქ მაქვს სტენდაპი ჩაწერილი ბავშვობაში. ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზია. კახეთ, ვაი მე რა ლამაზი კაფე ქონდათ. გამარჯობა თალამი. სასიამოვნო, ნანოკა, ძალიან სასიამოვნოა. მოგდა. არა, მიდის. გასაგებია ამ სიმწვანეებიდან გამომდინარე, რატო უნდა ტაილანდის მოდელი შექმნა. ამ ტერიტორიაზე სადაც გადმოვინაცვლეთ, ხელუხლებელი გარემოა. ანუ გარდა იმისა, რომ გზა გავიყვანეთ და სუფთავდება, სხვა ხე თუ ტოტი არ მოტყდან, ძალიან არ გახმა, იმ შემთხვევაში ვეხებით მხოლოდ და მხოლოდ. ანუ ამ წყვილმა ამერიკელმა და ესპანელმა წყვილმა ხო ეს გააკეთეს რაღაცა ამ რომელიღაც კონკრეტულ მოდელზე გააკეთეს? ზოგადად რამდენიმე სასტუმროს კონცეფცია უნახავთ ტაილანდში და იქიდან გამომდინარე აქედან იწყება ზოგადად როგორც ჩვენი ტერიტორია, საოჯახო კოტეჯი გვაქვს პირველ არც ის რომ ანუ რეალურად ერთმანეთი არ შეაწუხონ სტუმრებმა 7000 კვადრატია ტერიტორია, მაგრამ ნუ ყველას თავისი პრივატული სივრცე აქვს ყველა კოტეჯს. ხო. ანუ ტყის ხმები. წყალს ჭიდან ვიღებთ, ასე რომ ნატურალური წყალი მოეწოდება ჩვენს კოტეჯებს. ადგილობრივები ყავთ დასაქმებული, ხო? კი, სრულად. ანუ სიჩუმის კონცეფცია გააქვთ? რელაქსაციის უფრო, ხო, სიჩუმეც მათ შორის იმიტომ რომ საერთოდ დუენდე სიტყვა, ანუ ჩვენი სასტუმროს სახელწოდება მოდის სამხრეთ აფრიკიდან და თურმე ნიშნავს უკანასკნელი ენერგიის წვეთი, როდესაც დარჩება ადამიანს და იმას სიყვარულს დავუმატებთ. კაი. რომ გაცოცხლდეს. მადლობა. აქ ვისაც სიჩუმე მობეზრდება, ცოტა გასართობის სივრცე გვაქვს მოწყობილი. ან მაგიდის ტენისით, ან ტირის თოფის როლით ერთობიან ხოლმე ჩვენი სტუმრები და ყველაზე მეტად ალბათ რაც აღავთოვანებთ ხოლმე გარდა ბუნებისა ჩვენს სტუმრებს, დინარე, რომელიც მოდის ნინოსხევის ჩანჩქერიდან. ანუ აქ ჩამოსვლის გამოცდილება აქვთ ტურისტებს, სტუმრებს? ყველა ჩვენი სტუმარი იყენებს სასარგებლოს დინარეს. აი დინარეზე ბოლოს როდის გაირუჯი, ალექს? ყველაზე მაგარი რუჯი აქ. ძალიან მაგარია. საფულობით აქ პატარა პლაჟს ვაწყობთ ხოლმე, მაგრამ დინარე როცა დიდდება, მე სამწუხაროდ მიაქვს და გვინგრევს და ასე რომ ყოველწელს ჭირდება რომ ხელახლა მოვაწყობ. ხო, მაგრამ ძალიან მაგარია ეგზოტიკურად. როცა საკუთარი აუზი კი არა, დინარე რო გაქვს უკან. ჩვენ ზოგადად ბევრს უნდოდა რომ აუზი გაგვეკეთებინა, ანუ გულისხმობ ადგილობრივებს, რჩევას გვაძლევდნენ ახლობლები, მაგრამ აუზისგან ძალიან შორს ვართ. პირველ რიგში დინარე გვაქვს ახლოს და მეორე ჯაკუზები რომელიც გვაქვს მიწაში, ანუ რეალურად ეგ ასრულებს მაგ ფუნქციას. დიახ. ესენი არის ჩვენი ორ კაცზე გათვლილი სასტუმროს ნომრები. ანუ ამ ეტაპზე ძალიან ცოტას 10 ადამიანს მხოლოდ, მაგრამ ორ კოტესო დავამატებთ 18-მდე ავალთ და
შეიძლება მაქსიმუმ კიდე 2 კოტეჯი ჩავდგათ ზოგადად ამ ტერიტორიაზე. მეტი გადატვირთვა არ გვინდა. ეხლა არსებული სტატისტიკით ამის მოთხოვნა გაქვთ ხო უკვე? კი, ანუ სრული დატვირთულობა გვაქვს, ნუ უფრო მეტად ისეთ სეზონზე. საფულში? ხო, მარტიდან დავიწყეთ, ანუ აქამდე სასტუმრო ზამთარში არ მუშაობდა ხოლმე და იწყებოდა მხოლოდ აპრილიდან, ჩვენ ცადეთ და მარტში დავიწყეთ და მარტში საკმაოდ დიდი მოთხოვნა წარმოვიდა. პირველი რაც გაგვიკვირდა ძალიან იყო რომ მოკლედ არ ქონდათ საფერფერაშოებს და დუშს ესე ვთქვათ კარი და რაღაც უბრალოდ ესეთი პასუხი გაქვს ეს ნამდვილი ქართველები ხართო და რატო? არავის არ უკითხავს 9 წელიწადია კარი რატო არ აქვს სასტუმროს. ანუ ტურის ხო? ტურის კი. ჩემი აზრით სიჩუმის თერაპია. ჩიტები თავისას შვებიან. სრულად ადამიანი რომ შეივსოს ახალი ენერგიით, იმისთვის არის ყველაფერი. ღობიდან უკვე ნაკრძალი იწყება ოფიციალურად, ანუ იქით მხარეს არაფერი არ ხდება შესაბამისად. მხოლოდ რომ ჩამოვიდეს, დამშვიდდეს. ეგ არის. განიტვირთოს. ინტერნეტი არ არის ტერიტორიაზე და არც ტელევიზორები კოტეჯებში და ესეც დამატებით ანუ მადლობას გიხდიან ხოლმე რომ ბავშვები ტელეფონებს მოცილდნენ და 1-2 დღე მაინც შეგიძლია რომ საერთოდ გათიშო ყველა. ყველაფერი ძალიან მაგარია. გვაქვს ხოლმე იოგას კვირეულები, ჩამოყავს ანუ იოგას ტრენერები, აქ ვერანდებზე ეწყობა ხოლმე. ხო. და ესეც ანუ საკმაოდ ისეთი კარგი გამოცდილება გვაქვს სტუმრების კუთხით. თქვენ რამდენი წელი ამ ბიზნესს რაც ხელმძღვანელობთ? ჩვენ 2. და ამ წელიწადში რა დაინახეთ? ძალიან დიდი მოთხოვნა არის ქართველების მხრიდანაც თურმე, იმიტომ რომ გვეგონა რომ ქართველებს საქართველოს ნაკლებად აინტერესებდათ და მაგრამ ბოლო დროს აღარ. ხო, ყველა მიისწრაფოდა და ევროპაში დასვენება და ასე შემდეგ და ეგზოტიკურ ქვეყნებში მათ შორის და ბოლო წლის თუ ვიხელმძღვანელებთ დაახლოებით მომხმარებლის 30% უკვე ქართველები ყავდა. ძალიან დიდი მანძილი არის და ფრენები და ტაილანდამდე ან სხვა ეგზოტიკურ ქვეყნებამდე და შესაბამისად რო ჩამოსულან ჩვენთან ბევრს უთქვამს რომ ნამყოფი ვარ, იქაც ვიყავი, რა თქმა უნდა მოგზაურობას თავის ხიბლი აქვს, თუმცა თბილისიდან სულ რაღაც საათნახევრის მანძილზე როცა ჩამოდიხარ. კი, ტაილანდის ვები ნახეთ. რაღაც მსგავს ნახულობ. ხანდახან არის ხოლმე რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ სილამაზეს, უბრალოდ რომელიც ირგვლივ არის. სასწაულია. ცოტა ხანს რო წახვალ და თბილისიდან რო დაბრუნდები, მე მიხვდები რომ თუმე მართლა საოცრებაა. კი, ეს ნახეთ საოცრებაა. ჩიტების ჭიკჭიკის მეტი არაფერი არის მის საერთოდ. თავიდან როდესაც ჩამოვედით და უცხო იყო, შემიძლია თამამად თქვა, ეს ამ ბიზნესით ჩვენ დაკავებული არ ვიყავით, საერთოდ ეს უცხოელი წვილი გავიცანით სულ სხვა ბიზნესიდან, ჩვენი კლიენტები იყვნენ და როცა გავიგეთ, რომ სასტუმროს გაყიდვა დააპირეს გარკვეული მიზეზების გამო, უარი ვერ თქვით უბრალოდ ამ სილამაზეზე და მოგვიწია რომ ნოლიდან დაგვეწყო და შეგვესწავლა სასტუმრო ბიზნესი. მანამდე მხოლოდ შემოვიფარგლებოდით კორონამდე პერიოდს გულისხმობ აპარტამენტები ქონდა 2 თბილისში და მერე კორონა დაიწყო და ნუ ყველაფერი გაფუჭდა აბსოლუტურად ტურისტი და მაგრამ კორონას დროს ეს არ მუშაობდა? კორონას დროსაც მუშაობდა. იმუშაობდა ყველა შემთხვევაში იზოლირებულია მუშაობდა და დისტანცია სხვადასხვა ყველაზე დიდი დატვირთვა ქონდა თურმე როგორც თვითონ ამბობენ ჩვენს გადავხედეთ სტატისტიკას, ანუ საკმაოდ დიდი ისტორია აქვს სასტუმროს და საკმაოდ დიდი მომხმარებლის ბაზა, რომელიც არა ესე უბრალოდ ჯავშნის თქვა სხვადასხვა საიტებიდან ჩვენივე ვებსაიტზე შემოდის ჯავშნების 50%, ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე გადადის ინფორმაცია და ასე. ჩვენ ბოლო 3 წელია დავდივართ საქართველოს რეგიონებში და სოფლებში და ვეძებთ ესეთ ადგილებს და მივხვდი რომ კორონამ გააჩინა ეს მოთხოვნა, ანუ კორონის დროს ხალხი გავიდა ადგილობრივ სოფლებში დადგომა და აი მაგის მერე მივხვდნენ რომ აი აბსოლუტურად სხვა ხიბლი აქვს საქართველოს დასვენებას. ამ დროს საერთოდ მოვიცალეთ ადამიანებმა მე მგონი საკუთარი თავისთვის და ყველაფერმა როცა დაკარგა ფასი და ანუ აღარც შოპინგისთვის აღარ იყო აღარც ქალაქში უნდა გავსულიყავით რომ გადავჩერდეთ. ამ დროს ალბათ. თუმცა ამ ადამიანებმა უფრო ადრე დაიწყეს. სამწუხარო ფაქტი ჩემთვის ის არის რომ ჩვენზე ადრე აღმოაჩინეს იმ მათთან საქართველოში და აქამდე წლების განმავლობაში ვერ თვითონ როგორ აღმოაჩინეს ეს ადგილი? გაცვლითი პროგრამით ჩამოვიდნენ მასწავლებლებად საქართველოში რა ვიცი რომელი წელი იყო აღარ მახსოვს იყო ესეთი პროგრამა. კი მახსოვს. და შემდეგ მოუწიათ ამ ლაგოდეხში იყო ცხოვრება, შემთხვევით მე აღმოაჩინეს ეს ტერიტორია და ნუ მოკლედ გაჩნდა იდეა რომ გაეკეთებინათ. არა, ნუ სიგიჟია, რაღაცნაირად ჯუნგლური ტყია რა. ხო, ხელუხლებელი აქ სოფელში როდესაც გზა დაიგო, თურმე ტიროდნენ, რომ ანუ აღარ აქვს ის ვაიბიო, რომელიც
სოფელსო და ეხლა ასფალტირებული გზამოც კომფორტია რა თქმა უნდა, თუმცა მათთვის იყო რომ რაღაც არ უნდოდა. ხო, არ გვინდაო, გვირჩევნიაო რომ ისეთი პატარა სოფლად დარჩეს. ძალიან ბევრი რაღაც გადავაკეთეთ, უბრალოდ სასტუმროს 9 წლის განმავლობაში უკვე ამორტიზაციაც თავისი ჰქონდა, შელახული იყო, სულ ახალი ვერანდები, რესეფშენის შენობა მთლიანად გადავაკეთეთ და ტერიტორიაზეც უამრავი ცვლილება არის. მათ შორის დიდი პრობლემა და გამოწვევა იყო საკანალიზაციო სისტემა. ბუნებას ვერ დააზიანებ, აქ მით უმეტეს ესეთი კონცეფცია არის და აქედან გამომდინარე უახლესი თაობის სისტემები ჩამოვიტანეთ, რომელიც უკვე იმ დონეზე ფილტრაციას უზრუნველყოფს, რომ სასმელი წყალი, როგორც ამბობენ კომპანიის თანამშრომლები, სასმელ წყლის დონეზე ფილტრავს და შესაბამისად, ჩვენ საქართველოს ეკომეგობრულ სასტუმროების ათეულში ვართ შესული. სასტუმროში 1000-საც ხმარობთ, სასტუმროს ტერიტორიაზე არ ირეცხება. გატანილი გვაქვს ეს ყველაფერი აუთსორსზე და მიდის თეთრეული, ირეცხება, აუთავდება და იმიტომ რომ ეს წყალი არ დაღვრილიყო ბუნებაში. ამ დონეზე გქონდათ იმის მერე შეუძლებელია რომ აქაურობა უბრალოდ არ გიყვარდეს იმდენი არის ნაზრუნი. ხელია ხო? ხალხი სარგებლობენ? რა თქმა უნდა. ჩანჩქერიდან რო ჩამოდიან, ეს არის ყველაზე დიდი განტვირთვა, კუნთებისთვის და სხეულისთვის. შოშის ფეჩი ეს თქვა. კათფობს. ეს დგას თვითონ წყალში. ამის ქვეშ ხა წყალია. და აქ აქვს ორი ნახრეტი, ესე ვთქვათ, აუზსა და ფეჩს შორის, რომელიც წყალი როდესაც ცხელდება, ზემოთ ამოიწევს და გადმოდის ცხელი წყალი და ცივი წყალი მის მაგივრად შედის. არანაირი სხვა მექანიზმი არ უყენია. ძალიან რო გვაცხელებინებენ ხოლმე, 8 საათი მაინც სჭირდება დილიდან ვანთებ, რომ საღამოს გამოიყენონ და ზოგი გვეტყვის ხოლმე, რომ იცი და ჩვენ უფრო ცხელი გიყვარს და ღამის 12 საათზე მე რეკვები მიდის, რომ იქნებ ცივი წყალი ჩავგიმატოთ, ვერ ჩავდივართ და ასე. აი ცივი მდინარიდან მერე ესეც მაგარია რა. ეხლა ჩვენ გვინდოდა რეალურად ბერმა გვიჩეკიდოს საუნა გაგვეკეთებინა და ცივი ბოჭკები ესე ვთქვათ. მაგრამ ისე თუ გავაკეთებთ გვინდა რომ ყველას ინდივიდუალური ქონდეს. საერთო არ გვინდა არაფერი, საერთოდ რომ ვთქვათ ერთი საუნა, ერთი აუზი ან რაღაც გავს, იმიტომ რომ ჩვენი კონცეფციიდან ვარდება. რომელიმე სასტუმროს ქონდა ეგეთი ვინტაჟური აუზი, მდინარე ცოცხალი? არც ერთს. გურიაში ქონდა ერთს, მაგრამ ისიც ახლოს არა, ეზოში არ ქონია. უნდა გევლო ფეხით. სხვათა შორის ყველაზე საკვირველი ეგ არის, რომ გურიაში ყველაზე მეტი ადგილია. აი მაგალითად სამეგრელოში გგონია რომ უფრო მეტი უნდა იყოს და არ არის და. მეგრელებო, გააკეთეთ რამე რომ ჩამოვიდე. და შაშა გვეგონა რომ კახეთშიც არაფერი არ იყო სხვათა შორის, ვერაფერი ვერ ვიპოვეთ. ეხა უბრალოდ რომ დავპოსტე დაგვიწერეს, თორე შაშა გვეგონა რომ კახეთშიც არ იყო. აქაური ხმები უნდა ესმოდეთ. ჩიტების ჭიკჭიკიცაა და ჭიკჭიკის ორკესტრირებული ჭიკჭიკი. გავიგე, ეგ მოხრა არის, ვერ გავიგე, მაგრამ ეს არის ესპანური соуსი, რომელიც მოკლედ ნიუ-იორკში განსაკუთრებით ჩვენ კარტოფილს ძალიან უხდება, როგორც თვითონ ესპანელები ამბობენ. ვცდილობთ რომ კეთში მოვამზადოთ და ღუმელში ხო, რომ ცხიმში არ იყოს. კი, ცხიმში რო არ იყოს. ეს არის ქათამი ბოსტნეულთან ერთად. და ძალიან საინტერესო კერძა ქართველებისთვის ხშირად ღიმილის მონგრელი არის ხოლმე, როდესაც ვეუბნებით, კონკრეტულად აი ამ კერძში ხა წარმოდგენილი არის ლობიო. არაჟანი. ლობიო არის აბსოლუტურად სულ სხვა ტექნოლოგიით, ესე ვთქვათ, შეკმაზული არის თაფლთან, კონიაკთან და ვაშლთან ერთად შეკმაზული. ნუ არ ვიცი რა არის, მაგრამ ერთ მნიშვნელოვნად ძალიან გემრიელია. მაშინ ლობიო უნდა გასინჯოთ აუცილებლად. ეს თან ჭადია, როგორც ვთქვი. ჭადის ფენა აქვს თავზე კი. დამწვარი და შევჭამოთ ერთად. რადგან ერთად არის, ეს ნიშნავს, რომ ერთად უნდა ჭამოთ. მე კალორიებს რა ითვლის, ის გავთიშე. ხახუნ ძალიან გემრიელია. აი სასწაულია. ირმა დაჯახი და გადაიღე. ლობიო კონიაკში, თაფლში, არაჟანში, ბოსტნეულში, ქათამში. მაგრამ ძალიან გთხოვ რომ ჭამა მოხო, ბიჭებო დაჯახით რა. ის უნდა მოხო. თელავში ვართ.
რაფაელ ერისთავის ქუჩაზე და მოვედით ნანუკასთან. ძალიან მიხარია რა, დიასახლის ქვია ნანუკა, ძალიან. და ჩვენს სპინძელ ადგილს ქვია ყადორი ჰილსი. სადაც ცოლ-ქმარმა პატარა კუსკუსა 60 მოაწყო და თელავში თუ ჩამოხვალთ, შეგიძლიათ რომ ეს ულამაზესი სივრცე ნახეთ. გამარჯობა, თქვენ ხართ ნანუკა? მე ვარ ნანუკა. ძალიან სასიამოვნოა. გამარჯობა, მე ზურა. გაიხარეთ, მათმაზურა, სასიამოვნოა. ძალიან მიხარია. გავიგე სტუმრები რომ მოდის, თქვენ შოუს აწყობთ. ეს სმაილი უკვე მომწონს, რომელიც გვაუწყებს, რომ მაგ ჩვენი დანახვა გაეხარდათ. ვაიმე რა პატარა და რა კარგი სივრცე გაქვთ. ნამდვილად არის პატარა ძალიან საყვარელი. უკრუჭანა ჩვენი ხელებით შეგ. აქ ცხოვრობდით? ჩვენ აქ ცხოვრობდით არა, აქ ცხოვრობთ ახლაც. ეს იდეა გაჩნდა საიდან, იმიტომ რომ რაღაცა ტურისტულად კახეთი აქტიური გახდა? ეს იდეა გაჩნდა იქედან, რომ ყოველთვის აქ იყრიდნენ ხოლმე და დღესაც იყრიან თავს ჩვენი დიდი ნათესაობა, ასე ვთქვათ და რაღაცნაირად ზურას გაუჩნდა ესეთი იდეა, რომ სასტუმრო ხომ არ გაგვეკეთებინა. ბატონო ზურა, პირველ სართული გადაწყვეტათ, რომ სტუმრებისთვის გაგენაწილებინათ? ფაქტიურად პირველ სართულზე არაფერი არ ქონდა. და თავიდან ესეთი იდეა რო წამოვიდა, ვიფიქრეთ, რომ ჩვენ ხო ყავს ჩვენი სამეგობრო, ჩვენი სანადისაო და მოდი ახლა სხვა ხალხის გავიცნოთ, როგორც ქართველები, ასევე არაქართველები, კი სტუმრები და მსახურები სასტუმროებს და სოფსაბთხოების უფროსი ვარ, კი. რაღაცნაირად მაინც იყო კავშირში. ეს ჩემი პროფესია არ არის, პროფესია მე ინჟინერი ვარ თვითონ. გადავწყვიტეთ, რომ პირველი სართული აგვეთვისებინა სტუმრებისთვის. გამოგვივიდა 4 ძალიან საყვარელი ოთახი, თავისი ეზოთი, მაგრამ გიგე დასამთავრებელი ეს ფერანდას დასამთავრებელი აქვს. ანუ ბევრი ზურას იმდენი იდეები აქვს, მე მგონი ეს დასასრული არასოდეს არ იქნება. ხო, მაგრამ საინტერესო რასაც ახლა ყველგან დავდივარ და უყურებ არის ის, რომ ადამიანები რაღაცნაირად სწავლობენ ბიზნესს თავის შეცდომებზე, თავის კეთებას რაღაცას ჰქონდათ? კი, რა თქმა უნდა, კი, შეცდომებზე სწავლობ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია ზუსტად ეს ჩვენი ახლობლები და ჩვენი სტუმრები იყვნენ ხოლმე. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ასე გვამხნევებდა და რამდენად მნიშვნელოვანი არა? კი, ძალიან. რომ დაგეჯეროს ადამიანმა რომ რაღაც გამოგივა. კი, იმიტომ რომ თქვენ ძალიან მაგრად გამოგივათო ეს და მე ზუსტად თქვენ აღნიშნეთ, რომ აქ რომ იმართებოდა ეს დიდი სუფრები, ვცდილობდით ხოლმე რომ რაღაცნაირად გაგვეხალისებინა და ეძახდნენ ხოლმე ამ შოუს ნანუკას შოუ და სულ დამციროდნენ ხოლმე ზურას მეგობრები და ნათესაობი ნამდვილი ნანუკა როდის უნდა დაპატიჟოდა კი მომიძლა ხედა ნამდვილი ნანუკა კი თავის აი ამას ქვია აფირმაცია უცხოელი სტუმრები გყავთ სხვა ქვეყნიდან კი ყავს და ეს კომუნიკაცია საინტერესოა რა აინტერესებთ კახეთში რა მოსწონთ აი ყველა სტუმარს ვიღებთ ისე როგორც ჩვენი ოჯახის სტუმარს ხანდახან გვავიწყდება ხოლმე რომ ეს არის ჩვენი ბიზნესი. ქართული ოჯახების ტრადიცია აინტერესებთ. ხედავენ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს ქართველი ხალხი და ვერ მაიცის კიდე საკითხული აქვს ძალიან ბევრი ისტორია აქვს საკითხული კიდე. რა მნიშვნელოვანია რომ სტუმარი ჩამოდი შენ ქვეყანაში და შენი ქვეყნის ისტორია იცი. კი, უკვე იცი. ძალიან ბევრი რამე იციან, თვითონ გეუბნებიან. მე ტურებზეც გამიყვანია, რა თქმა უნდა, კახეთში. ეს ადგილები ყველა იციან, ყველა მონიშნული აქვს. კონკრეტული ადგილი უნდა კონკრეტული ისტორიის გამო. ინგლისური არ იცის, რა, ну იცის ძალიან ცოტა. კი, და მაგრამ ისეთი კარგად ახერხებს კომუნიკაციას სტუმართან. ისეთი კარგად ახერხებს და ზურამ თავის ენას დაარქვა ჯინგლიში. ქართულად ინგლისურ. ყველაფერს იგებენ. მეც მესმის და ვიგებ და იმ სათანადო პასუხს ვცემ. რაც იმას აინტერესებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბავშვები რა როლში არიან? ბავშვებს ძალიან დიდი როლი აქვთ, კი, რა. ხომ თორე თანამედროვე ხამათენა იცოდინებათ Facebook-ი, Instagram-ს მართავენ ალბათ. რა თქმა უნდა, ეგენი მართავენ Facebook გვერდს, Instagram გვერდს, Keti Bookings მართავს ჩვენი ქალიშვილი და თავარი ჩვენი შემფასებლები პირველები არიან ხოლმე ჩვენი შვილები და არიან ძალიან კრიტიკულები. მამა, მასე არა, რო იტყვა. ფაქტობრივად მთელი ოჯახი ვართ ჩართული. ჩვენი მიზანი არის რომ ჩვენთან შემოსული სტუმარი გავაბედნიეროთ და აქედან ყველა წავიდეს ბედნიერი. ეს საქმე ბედნიერების მომტანია, იმიტომ რომ
ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რაც გვიყვარს. და ადამიანური ემოციების გაცვლა არა. სუფთა ადამიანური ემოციები. ჩვენ განშორება უნდა ნახოთ, ანხელა სრემლი იღრება კარებში. ორივე ხრიდან. ნანუ პაკეტირის სტუმარი. დამტირალავა. და ყველა სტუმარს რამით აშოაწილა. ყველას არა, მაგრამ ვინ ჩაგიყვარდა? გამარჩეული სტუმარი გახსოვთ? იტალიელები ყავდნენ ახლა. გოგოები ძალიან საყვარლები იყვნენ. რა ენაზე კონტაქტებოთ იტალიელებს? ზურა ჯინგლის სურათ. კულტურაზეც ყავდა წაყვანილი, კაღეთი სიგნალი სუმოვატარე. რა ვიცი, ძალიან მარტივად ვახერხებთ. ანუ ადამიანებთან ურთიერთობა არის ძალიან მარტივი ადამიანურ ენაზე. ეს ამბობენ რომ სიყვარულის ენა ყველას ესმის. რა თქმა უნდა. არ უნდა თარგმანი. ზურას გვაქვს ესეთი სლოგანი და დევიზი ცხოვრებაში, რომ ყველაფერი ვაკეთოთ სიყვარულით, ისიც კი რისი გაკეთებაც არ გვიყვარს. პირველად რომ დავიწყეთ ეს, ზურა ამბობდა ხოლმე, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებაო, რომ სტუმარი მომბრუნდესო ჩემთანო. და ჩვენ გვყავს უკვე მობრუნებული სტუმრები, უკან დაბრუნებული სტუმრები, კი ვინც ანუ მადლიერები იყვნენ, კმაყოფილები იყვნენ, აქედან წავიდნენ დიდი ემოციებით და აი ეს გვახარებს უბრალოდ და გვაბედნიერებს. მე რივიუს რო წერს რას დაგიწერ. ველოდებით. იდეალური გარემო, შესანიშნავი მასპინძლები, აღფრთოვანებული ვარ თქვენით. უღრმესი მადლობა ასეთი თბილი და სასიამოვნო დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ახური მასპინძლობა თქვენი აზრით რითი განსხვავდება სხვა კუთხეების მასპინძლობისგან? აი, კახელებს რა გაქვთ თქვენი დამახასიათებლები? ვართ ძალიან გახსნილები. მართლა? კი, გახსნილები და ანუ ვართ ის, ვინც ვართ. თქვენ ხართ ძალიან ნამდვილები. მაგრამ მე მგონი რომ გახსნილები არა. კახელები უფრო დაკეტილი ხალხი. ჩვენ გახსნილები. ჩვენ გულს უყურებს. ჩვენ ვართ ყველანაირად გახსნილები. გულიც გახსნილი გვაქვს, კარიც გახსნილი გვაქვს ყოველთვის, კი და კახელი ერთხელ გეტყვის, მაგრამ გულით გეტყვის. რომ ქართული მასპინძლობა, ოჯახური ტიპის მასპინძლობა, ამიტომაც ევროპელებს ძალიან ხიბლავთ, იმიტომ რომ სიტყვა არ ბევრი. კი, ძალიან ხიბლავთ. და რა ევროპაში მე ყოფილვარ რაღაც სოფლებშიც გვივლია რაღაც ეგ და აი მოდი ბებო გენაცვალოს არ არის მაინც რა. კი, ზოგი ისეთი გაშინაურება იცის, ისეთი გაშინაურება, რომ უკვე აქვთ ხოლმე თავიანთ საყვარელი ნივთები. ჩემი ჭიქა სად არის? და კოსტიგეთის სტუმრების, რომლებიც რომ მიდიან, ისინი ტოვებენ და დაუშვათ ტელეფონის საატენს. ეჯერდი მოხმარებს რაღაცას ტოვებენ, რომ ჩვენ ხო აი ხოლმე ჩამოვიდნენ ხოლმე. აი რა. უკვე აი მოდიან და თავიანთ ნიტოს იღებენ, ხმარობენ, ისევ ტოვებენ, ისევ მიდიან და აი რა მაგარია. ქართველები ბევრი დადიან? კი. აუ რა მაგარია. მეგობრები შეიკრიფებიან, ჩამოდიან და აქ რჩებიან 2-3 დღე. დაბადების დღესაც მართავენ და ჩვენთვისაც აი ეს როგორც აი ოჯახში მოვიდნენ კი, ისე. მეგობრები მოგვივიდნენ, ჩვენც ასე ვართ. და თვითონაც ძალიან ბევრს უთქვამს, როდესაც შეგრძნება გვაქვსო, რომ მეგობრებთან მოვდივართ, ნათესავებთან მოვდივართ. გასინჯოთ. მოგზაურობთ. შემიძლია გეხსნა თუ სხვა გამიელა. რო არის ხო პური მომაწოდე, ყველი მომაწოდე, ხათამი მომაწოდე, ინკარი მომაწოდე. რა, აქეთ მარილი გვაქვს იქით. შავი პიპილი. ნახე, გაჭირას ამ ხინკალსონას. ეს არის ახალი ბიზნესის მთავარი ამბავი. ანუ მასპინძლობის ზესტუმრ მოყავთ თან ღვინოს გასინჯებენ. გიაგვი. ალბომად ახაც გაუმარჯოს. ნანუკა შო, ნანუკა შო. გელოდები. კარგად. მიშა 75 კილო დაიკრა. 75 ძალიან ბევრია რა. თუმცა მგონია რომ შენი სიმაღლე მაინც აიტანდა. არც ეხლა ვარ ისე ცოტა 100 კილო ვარ. ხო, მაგრამ ეს რაღაცა არ მგონია რომ მხოლოდ მასის ინდექსიდან გამომდინარე რა. სიმაღლე. არა, მეუბნებიან ხოლმე რომ ტანდაო, მაგრამ მე მგონი რომ არა. რატო გადაწყვიტე რომ უნდა მიგემართ ამ ზომის, ანუ უნდა რაღაცა ქირურგიული ჩარევა უნდა გაკეთებ. ცნებები მქონდა ძალიან მაღალი, სადღაც 160-200-მდე წამდიოდა ხოლმე და უკვე მივხვდი რომ დიეტას აღარაფერს აღარ მიშველიდა და ამიტომ გადავწყვიტე რაღაცა მომენტში რომ ამდენ წვალებას მერჩივნა რომ
გამეკეთებინა ბარიატრია. თან მაჩვენებელი ქონდა? ხო, კი. სტადია დასაწყისი მქონდა იმისთან. შაქრის. ქალების შემთხვევაში რა ხდება, როდესაც წონას იკლებენ, მე ვიცი. ეს იმიტომ რომ მე თვითონ გამომიცდია, ეს იმიტომ რომ ჩემს მეგობრებს გამოსდა ვიცი. რა ხდება კაცების შემთხვევაში? ანუ რას იწყებთ? ანუ რა გეცვლებათ? რა ხდება სხვაგვარი? რა აღარ არის ისეთი როგორც მანამდე იყო? თქვენს თავიდან იბადებით? საერთოდ სხვა ადამიანი ვარ. ამ ადამიანებს რო ვეუბნები ხოლმე რანაირად, როგორ თუ არ გაიარეს, ვერ მიხვდები რა. მართლა სხვა ადამიანი ვარ, ვფიქრდები. ყველაფერი შეიცვალა აბსოლუტურად. თავდაჯერებულობასთან, ჯანმრთელობასთან და სხვა დანარჩენ ფაქტორებთან ერთად ცხოვრების რეჟიმის საერთოდ სხვა ადამიანი ვარ რა. მე მაგალითად რა ვიცი მაყურებელს გაუკვირდეს, მაგრამ წონის კლების მერე გავხდი ბევრად უფრო აქტიური. მეც ბევრად უფრო აქტიური რაღაცა. და ხალისი მოდის არა? კი, რაღაც 100 მეტრის გავლაზეც შეიძლება ეს ჟღერდეს უცნაურად, მაგრამ მაინც ტაქსს ვიძახებდი ხოლმე რა. ეხლა მირჩევნია რომ 5-7 კილომეტრი გავიარო ფეხით. ყველაფერი გეცვლება ადამიანს. თავიდან ბოლომდე. თავდაჯერება ხომ თავარია თარაზეც მე ყველაფერს ვაშენებ. რამდენად მარტივად დაიკელე, იმიტომ რომ ვიღაცებს უჭირთ, ვიღაცებს უძნელდებათ, აი შენი პროცესი როგორი იყო კლების? არ იყო ჩემი პროცესით მარტივი, იმიტომ რომ გაჩერებული იყო, მაგრამ ვიცოდი ამ ოპერაციას რო ახლავს ეგ რო რაღაცა მომენტში ჩერდება, პანიკაში არ ვარდებოდი ხოლმე, რამდენიმე თვე საერთოდ არ დამეკრია შუა პერიოდებში და მე ვიცოდი რომ დავიკლებდი რა. რამდენი ხანი გავიდა ოპერაციიდან? 6 წელია უკვე. და ინერჩუნებ არ ქონია გავარდნა. არ მქონია სხვათა შორის. უკუჩვენებები. რა შეგრძნებები მოგიტანა, რა ანალიზების გადამოწმება გიწევს? ძალიან ბევრი ანალიზების გადამოწმება მიწევს, მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ ამ ანალიზების ყოველთვის მაქვს რიგში ერთადერთი პრობლემა არ მხოლოდ ჩემი, არამედ სხვა ბარიატრიის პაციენტების არის თმის წვენა და რაღაცა კბილების გაფუჭება. იმიტომ რომ მე რკინა დეფიციტურები ხდებიან? არ ვიცი რა ხდებიან, იმიტომ რომ ანალიზებს რო იკეთებენ და ვიკეთებდით, ანუ კალცი არ გაკლია რეალურად. რკინის პრობლემა დაგეწყო? მე არ დამწყები არა. რკინის პრობლემა კონკრეტულად მე არ მქონია. და კბილების პრობლემა მქონდა, მაგრამ კალცს რო ვიმოწმებდით წესრიგში იყო და ვერ ხვდები. ვერ ხვდებოდი საიდან მოდიოდა? კიდევ ვერ ხვდები საიდან მოდიოდა. იმიტომ მე მაქვს რკინა დეფიციტური ანემია და გადასხმაზე რომ დავდივარ, ჩემი უსაყვარლესი აქთანის უმეკითხვა, თქვენ ნამდვილად არ გაგიკეთებიათ კუჭის ოპერაცია? თქვენ ნამდვილად რომ არ გამიკეთებია და იმიტომ რომ თურმე კუჭის ოპერაციას თან ახლავს ეს რკინა დეფიციტური ანემია და თმის წვენა, მე შემდეგ უკვე ეს პროცესი არ და მუდმივად უწევთ რკინს. მაგრამ იმდენად ბედნიერებას რო გამცვენოდა თმა, მაინც არ ვინანებდი, ნუ ყველა მაგას ამბობს. იმდენად პრობლემი შემქრელი არა? კი, აბარა ჯანმრთელობის მხრივ პირველ რიგში, თორე არ მინდა რომ დავაკნინო ვიღაცები, ვინების პუტყუნები არიან და თავის რას ამბობ, რა, ეს ყველა საერთაშორისო საკუთარი არჩევანია. ვის როგორც უნდა ისე ცხოვრობს. კი, აბარა აუცილებლად. დღის წესრიგის გარდა კვების რაციონი შეგეცვალა? მთლიანად შემეცვალა კვების რაციონი. აი რა მოიღე და რა სჭამ? სპეციალურად არაფერი არ მომიღია. თვითონ რაღაცა ორგანიზმი რაღაც იღებს, მაგალითად ბრინჯი მიყვარდა ადრე ძალიან. ეხლა აღარ მიყვარს, ცუდად. ხო, ყველა მაგას ამბობს. ბრინჯზე? არა, რომ რაღაც საყვარელი საყვები ანუ მე ხდება რაღაც ამოღება. რაღაც ბადრიჯანი მიყვარდა ძალიან. და აი მაგალითად არის რაღაცები, რაზეც უარის თქმა გიწევს, თუ შენ ყველაფერს ჭამ, მაგრამ ცოტას. არა, ყველაფერს ჭამ, მაგრამ ცოტ-ცოტას. არ 6 წლის მერეც ცოტას ჭამ. კუჭი არ გაზარდე ანუ. ეხლა როგორ არ გავზადე, მახსოვს მაშინას ვჭამდი, მაგრამ ეხლა მაგალითად 4 ხინკალს შევჭამ. ესე რო დავждე და შევჭამო. მაგრამ სუფრაზე შემიძლია უკვე 10-იც ვჭამო რაღაცა სუფრის მიმდინარეობისას. ხო, რა დრო გჭირდება? კი. ამიტომ თავს ისე რომ ვიშიმშილო, მაგას არ ვაძალებ. უბრალოდ რა თვალი რო საუბრობთ ხოლმე რომ თვალი ის არისო ხარბიო და რო ხვდები რომ უკვე ხარბი კი არ შიმშილი კი არ მტყობს, არამედ უკვე ხარბი თვალია, აი მაგ შემთხვევაში მიწევს ხოლმე გაჩერება. ხო, შენ თავს აჭერებს სასმელი. ბევრი ამბობს რომ სასმელზე ამბობენ უარს. მართლა მე პირიქით დამემართ. საერთოდ სასმელს არ ვსვავდი, და იმიტომ რომ ჰიპერტონიკი ვიყავი და არც მქონდა მიზიდულობა და რაღაცა მომენტში მე აღმოვაჩინე რომ ალბათ ეს ჭამა შეიძლება სასმელმა ჩაანაცვლა თქო რა სასმელს არ აი ეს მოქმედება რა რაღაცა მიღების სასმელმა ჩაანაცვლა. იმიტომ რომ სასმელი გაჩნდა შენ ცხოვრებაში. ხო, გაჩნდა, მაგრამ პერიოდით გავიარე, ახლა უკვე ისეთი იმით არა. ხო, მაგრამ იყო დღეები, რომ რაღაც დღეები, კვირეები, რაღაცა ბედნიერად გრძნოვდი. ახლა უკვე
იშვიათად. ო, არა, კარგია. დრო 13 დისტანცირება უფრო მეტი ჯანმრთელობაა, როგორც ამბობენ. ხო, მაგრამ ამბობდნენ რომ მე იმდესვავდი ხოლმე რომ წესით უნდა მომემატა და არ ვიმატე. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რჩევას კითხავენ ადამიანები. ანუ მაგალითად მე რა ოპერაციას გამიკეთები ამ შემთხვევაში პლასტიკურ ქირურგიას გულისხმობ. აი მაგალითად მუცლის აბდომინო, ხელის ოპერაცია და მეკითხებიან, აი ეხა იგივეს გაიკეთებდი? და ვამბობ რომ აუცილებლად იგივეს გავიკეთებდი. აქვე კოტე სულ ამაინდეს მადლობა, კოტე დროს გამოვიყენებ და გეტყვი ძალიან დიდ მადლობას. მაგრამ აი ეხლა რომ იგივე ეტაპს გადიოდე, იგივეს გაიკეთებდი? ადამიანებს ვისაც უნდა გაკეთება და ეშინია ვეუბნები ხოლმე ეგეთ რაღაცას, რომ ეს იმდენად ბედნიერი მომენტი არის გაკეთებიდან დაკლებამდე მომენტი, რომ რაღაცა ქვეცნობიერში ხანდახან მიფიქრია, რომ კიდე ხო არ გავსუქებულიყავი, რომ ეგ პერიოდი ცხოვრების აი რაღაც საოცარი პერიოდი იყო ეგ. მე ახლა უკვე შენ თავის შეყვარებას რა იწყებ? შეიძლება მეორე ეგეთ გავლა აღარ იყოს ეგეთ. ხო, აღარ იქნება. შენ თავი უკვე შეგიყვარდა და ეგეთ კომი. კი, მართალი ხარ და აი ეგ პერიოდი მენატრება ეს პერიოდი. თავიდან რო იბადები, ხო, შეგრძნებები გენატრება იმ პერიოდის ზუსტად მესმის ასეც. საოცარი პერიოდი იყო ეგ. გავიკეთებდი კი არა, შემოვნები. ძალიან დიდი მადლობა მიშა.